მოსახლეობას, რომ ელექტროენერგია მოგვეწოდებოდა გრაფიკით. დაახლოებით ასეთი პირობა არსებობდა. 4 საათიან გრაფიკს ვარაუდობდით. Am 4 საათიდან 2 საათი უნდა ყოფილიყო საღამოს საათებში, 1 საათი დილით და 1 საათი დღის ნებისმიერ სხვა პერიოდში. მე მოგახსენებთ იმასაც, რომ სანამ ბატონი ემზარე აქ ჩამოვიდა 2 დღით ადრე ელექტროენერგია შესანიშნავად ჩაირთო, რომ წავიდა მის შემდეგ 2 დღე ელექტროენერგია იყო და ამის შემდეგ გაუარესდა მოწოდება. უშუქობას და ცრუ დაპირებებს შერჩეულ ხაშურის მოსახლეობას არც აქენერგოს გენერალური დირექტორის სტუმრობა გაჰკვირვებია და არც მისი წასვლის შემდეგ ელექტროენერგიის გაქრობა. ფეხბურთის მოყვარულმა ხაშურის რაიონის გამგებელმა კი აღშფოთება ვეღარ დამალა. აი გუში უნდა ვაღიარო ესეც და ძალიან ისეთი კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ გუში ძალიან საინტერესო ფეხბურთის მატჩი იყო. ეს გადაცემა ღამის 12-ის ნახევარზე იწყებოდა გადაცემა. ყველა ყურე ვიხმარეთ იმისათვის დაუკავშირდით საქენერგოს ხელმძღვანელობას. ვთხოვეთ, რომ აი 12-ის ნახევარზე თბილისი გარკვეულწილად იზღუდება, მეტროპოლიტენი აღარ მუშაობს და ეგებს საათნახევრით მოეცათ, რომ აი ტელემაყურებლები დაგვეკმაყოფილებინა. ვერაფერი ვერ გაგვიკეთეს და თამაშის დამთავრებას რომ 10 წუთი იყო და მაშინ ჩახდეს. საცინათ აღდება. ხალხი აყროლდა. აი რომ ფიზიკურად ეხლა ვერ ირეცხავენ, ვერ იბადნენ. წარმოიდგინეთ რა ვითარება იქნება. ამ 9 სართულიან ბინაში და 5 სართულიან ბინაში რა. კიდე კერძო იმაში სადღაც ჭავისაც აქვს და რაღაცა შეიძლება. აი რთული ვითარება. მე იძულებული გავხდით ჩავედით ჩვენ საქენერგოში. ვითხოვდით განათებისათვის კი არა ელექტროენერგიას. აი მხოლოდ 9 მეგავატი მოეცათ იმისათვის, რომ წყალსა თვეების წინ ეს იყო ოქტომბერ-ნოემბერი, რა მე კატეგორიულად დავაყენე საკითხი საქენერგოს ხელმძღვანელობის წინაშე, რომ მე გადავიხდიდი ელექტროენერგიის ღირებულებას, მხოლოდ მათ მოეწოდებინათ 2 თვე ოქტომბერი და ნოემბერი, მესამეც ფაქტიურად ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი შესანიშნავი ამოღება ჰქონდა. ნახტი ფული ამოვიღეთ თითოეულ ამ თვეში 25-26,000. საკმაოდ მაღალია ეს რესპუბლიკის მაჩვენებელთან შედარებით და მაინც გაუარესდა. ისე რომ ელექტროენერგიას გადავიხდით, არ გადავიხდით, ეთქობა რაღაცა სხვა რაღაც ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ არ უნდა მივცეთ დანამატი. იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ უნდა მივცეთ დანამატი. პარლამენტში არსებობს შესაბამისი კომისია განათლების, მეცნიერებისა და ესე შემდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ნოდარ ამაღლობელი. აი ეს კომისიაც ამბობს, რომ არ უნდა გავცეთ დანამატი. საბოლოო ჯამში